კონკურსი დამწყები მხატვრებისათვის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ბაკურიანში კონკურსი გაიმართა, სადაც დამწყებმა მხატვრებმა წელიწადის დროებთან დაკავშირებით საკუთარი ნახატები წარმოადგინეს. ნამუშევრები კონსულტანტთა სამკაციანმა ჯგუფმა შეაფასა და გამარჯვებულიც გამოავლინა. ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრებს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 2015 წლის კალენდარზე გამოსახავს, ხოლო გამარჯვებულის ნახატი კალენდარის პირველ გვერდზე განთავსდება. კონკურსის შექმენი შენი კალენდარი ბაკურიანში 15 სექტემბერს დაიწყო და 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 14-დან 18 წლამდე ხატვის ნიჭის მქონე 12 მოზარდი იყო ჩართული. კონკურს მხარდაჭერას ელით ფუდი უწევდა. ეს არის ურთიერთობის დამყარება, ეს არის საკუთარი თავის ჩვენება სუსხვა სამყაროში, ეს არის ერთგვარად პირველი გამოცდა, პირველი ნაბიჯებისა, როდესაც დამწყები მხატვარი, ასე ვთქვათ, იწყებს ურთიერთობას სოციუმთან. ეს არის ძალიან ლამაზი პროექტი. ამ კონკურსის შესახებ როგორც კი გავიგე, ძალიან გახარებული ვიყავი, რადგან ხატვა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და გავაგზავნე ჩემი ნამუშევარი. მართალი გითხრათ, არ მეგონა მოხვდები თუ არა 12 რჩეულში, მაგრამ იმედს რა თქმა უნდა არ ვკარგავდი. როდესაც ერთი კვირის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ მე არჩეული ვიყავი, აღფრთოვანებული ვიყავი და ძალიან გახარებული.